მწვანე მარშრუტები მსოფლიოში საკმაოდ გავრცელებული ტურისტული პროდუქტია. მოგზაურს თავაზობს არამოტორიზირებული საშუალებით გადაადგილებას. ისინი აგებულია ადგილობრივ თემზე. თიანეთის მუნიციპალიტეტი ერთ-ერთი გამორჩეული არეალია თავისი ბიომრავალფეროვნებით, მაგრამ ამის მიუხედავად ტურისტული მარშრუტები არცე დატვირთული. ეს არეალი სიონის მიმდებარე ტყე მაგიტომ შევარჩიეთ, რომ კარგ საშუალებას იძლევა საკმაოდ მოკლე მონაკვეთში ადამიანმა შეიმეცნოს ბუნება, იმოგზაუროს ტყეში და მარშრუტის ფარგლებში შექმნილი ინფრასტრუქტურით საშუალება ეძლევა ინტერპრეტაციის გზით შეიმეცნოს აქაური გარემო. მარშრუტის უპირატესობა ის არის, რომ ტურისტული მომსახურებები მარშრუტის არეალში საკმაოდ განვითარებულია. ჩამოსულ ვიზიტორს შეუძლია ისარგებლოს როგორც კვებითი მომსახურებით, ისე განთავსებით, ისე ცხენის დაქირავებით და სხვადასხვა იმ სერვისებით, რაც ტურისტისთვის არის საჭირო. ჩვენ ვართ ახლა თიანეთში, მაქვს 300 კვადრატი სათბური, მომყავს მარტო ბიოპროდუქტები, ეს არის პომიდორი, რეჰანი, კიტრი, წიწაკა. არის ახლა ორი ჯიში პომიდორი, ეს არის ენდემური ჯიში ხარისგულა. ტურისტებს შეუძლია ჩვენთან ერთად აი ამ სათბურში, ჩვენ თვითონ მოკრიფონ, აქვე გავაკეთოთ სადილი, დავაგემონოთ, ვასწავლო მათ როგორ მომყავს პომიდორი, როგორ იკრიფება, ამასაც უნდა თავისებური ცოდნა. თბილისში ვარ დაბადებული და გააზრდილი და ჩემთვის ლაშქრობა ზოგადად მთაში სიარული ალპურ ზონებში, ტყეში, მწვანე ბილიკებზე ძალიან მნიშვნელოვანია. ახლა ვიმყოფები ახმეტ-თიანეთის სალაშქრო ბილიკებზე, მწვანე ბილიკებზე. თბილისთან ძალიან ახლოს არის. ეს არის შესაძლებლობა თავი გაარიდოთ ქალაქის სტრესულ გარემოს, რომ ვეძიოთ რაღაცა საკუთარი თავი ბუნებაში, ვეძიოთ ადამიანები ბუნებრივ გარემოში. მწვანე მარშრუტები საქართველოში არის ძალიან საინტერესო და სასარგებლო პროექტი, იქიდან გამომდინარე, რომ ჩემთვის, ახლა გიდისთვის, მაძლევს სხვადასხვა ალტერნატივას, სხვადასხვა სირთულით და ძალიან ინფორმაციულად, კარგად შეკრულს სხვადასხვა მიმართულებებით. მიმანიშნებელი მაქვს ინფორმაცია, ვიცი რომელი სირთულია, როგორი საშუალებები არსებობს, როგორი ტიპის არის ეს მარშრუტები და მე ძალიან ვისურვებდი, რომ მსგავსი ბილიკები გქონდეს სხვადასხვა რეგიონებში.